მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ნეომედი და მე მისი წამყვანი ეკა სუხიშვილი ვარ. ბავშვის თვალები ეს არის სამყაროს შემეცნების მთავარი ფანჯარა. თუმცა ხშირ შემთხვევაში ბავშვებმა არ იციან როგორ გაუფრთხილდნენ ამ ფანჯარას. არც ის იციან, რომ სამყაროს აღქმა ადრეულ ასაკში 80% ხდება ზუსტად თვალებით. არ იციან იმიტომ, რომ მათ არ აქვთ თავიდან შედარების უნარი. დღეს ციფრულ სამყაროში ხშირი მოხმარება ხდება გაჯეტების, ტელეფონების, არასწორი განათება, რომელიც აზიანებს თვალებს, არასწორი მდებარეობა, წამოწოლილი, ან კიდე არასწორად მჯდომარე პოზაში ყოფნა, ეს ყველაფერი ზუსტად იმ სამყაროს გვინგრევს, რა სამყაროსაც ვხედავთ თვალებით. თვალებს ძალიან გაფრთხილება სჭირდება. როდის უნდა მივაკითხოთ ექიმს, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები თვალების დაზიანებისგან, იმისთვის რომ დიდხანს მათი მხედველობა იყოს 100%-იანი და კიდევ ძალიან ბევრი შეკითხვები, რომლებიც მშობლებს აინტერესებთ, სწორედ ამ კითხვებზე ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ ექიმი ოფთალმოლოგი ლალი ჩიტაშვილი. მოგესალმებით ლალიკო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩემთან სტუდიაში და ძალიან საინტერესო თემებზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც არა მარტო მოზრდილებს და მშობლებს, თვითონ ბავშვებისთვისაც საკმაოდ საინტერესოა. ხშირ შემთხვევაში მხედველობის პრობლემებით მყოფი ბავშვები, აი ეს სიმპტომი ისე მიმდინარეობს მხედველობის პრობლემა, რომ შეიძლება არც ბავშვმა და არც მშობელმა ამის შესახებ არ იცოდეს და სხვათა შორის რამდენიმე შემთხვევა кейსი ჩვენც გვქონდა მეცნიერებათა სკოლაში ზუსტად შენი დახმარებით, რომ აღმოჩნდა ბავშვს რომ პრობლემები ჰქონდა. რომელი წლიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ყურადღების მიქცევა, რომ სადღაც მხედველობის პრობლემები წარმოიშვა და რა ასაკში უნდა მიაკითხოს ექიმს. ან დაუშვათ ვერ შეამჩნია, რომ პრობლემა უნდა მივიდეს თუ არა მაინც ექიმთან, ოფთალმოლოგთან. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად საინტერესო თემაზე გვექნება დღეს საუბარი. და აღნიშნავდი, რომ ხშირად ბავშვებთან არის რეფრაქციული დარღვევები დაბადებისთანავე და ამას ბავშვი თვითონ ვერ ამჩნევს. ბავშვი დაიბადა ასეთი მხედველობით და იმას გონია ის ნორმა. ასევე შეიძლება მშობელსაც გამორჩეს ეს და მშობლისთვისაც შეუმჩნეველი იყოს. არ არის აუცილებელი, რომ მშობელმა ეს შეამჩნიოს. ხშირად მშობლები თავსიდან აშაულებენ, მაგრამ ასე არ არის. ვერც მშობელი ვერ შეამჩნევს. ხშირად აი ამ რეფრაქციულ მანკებს. შესაძლებელია ამისი ძალიან ადვილად დიაგნოსტირება ექიმთან ერთი ვიზიტის შედეგადაც კი. ბავშვები უნდა მიიყვანონ 3 წლის შემდეგ ოფთალმოლოგთან. რითაც სრულყოფილად მოხდება, რის შედეგადაც დადგენა თუ როგორი რეფრაქცია აქვს ბავშვს. თუ ნორმა აქვს, რა თქმა უნდა, შესაბამის რჩევებს მისცემს ექიმი და თუ არის რაღაცა პათოლოგიური რეფრაქციული მანკი, შესაბამისად იმკურნალებს ბავშვი. 3 წლიდან და კიდევ უნდა აღინიშნოს აუცილებლად სკოლამდე ლასაკამდე. აუცილებლად აი ეს 2 ვიზიტი 3 წლის შემდეგ და 6 წლამდე საკმაოდ დაგვიცნობს. ანუ ეჭვი ეპარება თუ არ ეპარება, მაინც უნდა მიიყვანოს და ბავშვისთვის ხშირად შეუმჩნეველია რეფრაქციის პათოლოგია. ხშირად ბავშვები ახლოს კარგად ხედავენ, შორს ვერ ხედავენ, ან უბრალოდ ადაპტირებული არიან თავის მხედველობასთან, შორსაც საშუალოდ ხედავენ, ახლოსაც ასე თუ ისე კმაყოფილდებიან. და ეს ნორმაა და შეიძლება არც დაიწუწუნოს. არანაირი ჩივილი არ აქვს და კიდევ ყველაზე საშიში და სავალალო რა არის? ხშირად ბავშვები ერთი თვალიდან სრულყოფილად ხედავენ და მეორე თვალზე გვაქვს საკმაოდ სერიოზული რეფრაქციის მანკი, ან მაღალი ხარისხის მიოპია, ან ასტიგმატიზმი მაღალი ცილინდრებით. ასეთ შემთხვევაში ვერც ერთი ბავშვი ვერ აღმოაჩენს ამას და ხშირად უკვე მოზრდილ ასაკში, თქვათ მოგმართა 10-ან 12 წლის ასაკში, ხშირად უკვე ჩამოყალიბებულია იმ თვალის ამბლიოპია, ანუ ზარმას თვალს, რასაც ვეძახით. რაც იმას ნიშნავს, რომ სათვალითაც უკვე შეუძლებელია მხედველობის მიღება და რაც მთავარია კიდევ ბინოკულარული, სტერეოსკოპული მხედველობის ჩამოყალიბება შემდგომში ძალიან ძნელი და ზოგადად მხედველობითი ფუნქციები გრჩება ჩამოუყალიბებელი. თუნდაც ის განსხვავებული რეფრაქცია ერთსა და მეორე თვალს შორის, ან ერთ-ერთ თვალში უფრო მაღალი ჰიპერმეტროპია, მეორეში ნაკლები, ან ასტიგმატიზმის სხვადასხვა ხარისხი, ესეც იწვევს მხედველობითი ფუნქციების არასწორ ჩამოყალიბებას და
რაც უფრო გვიან მიმართავს ექიმის პაციენტი, მით უფრო ძნელი ხდება მერე ფუნქციების აღდგენა. ამიტომ აი ეს 3 წლის ასაკში და თუნდაც 6 წლამდე ასაკში ოფთალმოლოგთან მიმართვა საკმაოდ იქნება კარგი დაცვა ბავშვისთვის. აი ეს ბავშვებში მხედველობის პრობლემების წარმოშობა, ეს თანდაყოლილი პრობლემაა თუ დაუშვათ შემდგომში რაღაცა გარკვეული არასწორი მოვლის შედეგად წარმოიშობა, ხშირად როგორ ხდება? რეფრაქციული მანკები ზოგადად თანდაყოლილია. მაგრამ ამაში სხვაობაა, იცით, აი ასტიგმატიზმი ხშირ შემთხვევაში არის თანდაყოლილი. ნუ არის კიდევ ჰიპერმეტროპია და ახლომხედველობა, ანუ მიოპია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყურადღება თუ არ მივაქციეთ, შესაბამისი კორექცია, სწორი კორექცია სათვალით არ გავაკეთეთ, ხდება აი ამ პათოლოგიების პროგრესირება. მაგალითად ხშირია მიოპიის, ანუ იგივე ახლომხედველობის პროგრესირება, რაც საკმაოდ საყურადღებოა. და აი ასტიგმატიზმის დროს რა ხდება, თვალი ძალიან იძაბება ახლო მანძილზე მუშაობისას, ასევე შორსაც ვერ ხედავენ და თავის დაუნებურად იძაბება და ეს დაძაბვა იწვევს მე აკომოდაციის სპაზმს, რაც თავის მხრივად პროგრესირებას თუ ახლომხედველობა ამის პროგრესირებას იწვევს. ამიტომ კიდევ რა მინდა აღვნიშნო, ეხლა არავის არ სიამოვნებს თავის შვილს, რომ სათვალე უკეთია. კი თუმცა თანამედროვე ეპოქაში არ არის ასე. არა, ჩემ ბავშვობაში მახსოვს ისეთი ის იყო არასასიამოვნო სათვალიანი და ეხა მოდაშიც არის. კი, ძალიან ბევრი ბავშვი მოსულა და აი ვერ ვხედავ, შემიმოწმებია, გადასარევად ხედავს, ყველაფერი კარგად არის, მე აღმოჩნდება რომ კლასელმა გაიკეთა სათვალე და ამ ბავშვს უნდა რომ სათვალე გაიკეთოს. ბავშვებში სხვათა შორის აღარ არის კომპლექსი. აი ხშირად მშობლების მხრიდან არის, იმიტომ რომ ისეთი ლამაზი სათვალის გამოვიდა სხვადასხვა ფერის ჩარჩოები და სათვალეები უნდათ ბავშვებს. ხშირად აი მშობელია წინააღმდეგი არ უკეთებს და აი აქაც ძალიან დიდი დანაშაულია მშობლის მხრიდან. ნუ უნდა მოვიხსნათ ეს კომპლექსი. მთავარია რომ 18 წლამდე ბავშვს ჩამოუყალიბდეს მხედველობითი ფუნქციები კარგად, ყველაფერი სრულყოფილი იყოს და შემდეგში უამრავი მეთოდი არსებობს, ლაზერული მეთოდით კორექცია მხედველობის და ასე. მაგაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებთ, მაგრამ ლარიკო, ერთია რომ თანდაყოლილი დაუშვათ მხედველობის პრობლემა აქვს ბავშვს და ნუ რაღაცნაირად მშობელმა აღმოაჩინა, ან მივიდა სწორად იმ 3 წლის ასაკში აღმოაჩინეს და ნუ დაიწყეს მკურნალობა, მაგრამ ხომ არის რომ ბავშვთა ასაკში გარკვეული არასწორი მოვლის შედეგად თვალის, თუნდაც იმ ეკრან დამოკიდებული ბავშვები რო არიან, ის სინათლის არასწორი მოხმარების შედეგად რა ასაკიდან ხდება თვალის გაუარესება და დაუშვათ რა არის მიზეზი რომ უარესდება მხედველობა? ასეთი პათოლოგიაც არის. კარგი შეკითხვა. დღევანდელ დროში განსაკუთრებით ეკრანების ეს მავნე ზემოქმედება და არასწორი მოხმარება იწვევს ახლომხედველობის ჩამოყალიბებას მოზარდებში. აი ამას უნდა მივაქციოთ კიდევ ყურადღება. დაახლოებით ეხა ვერ იტყვი ასაკს სხვადასხვა ნაირად მიმდინარეობს, მაგრამ დაახლოებით 10 წლიდან არის ხოლმე განსაკუთრებული საყურადღებო და საშიში ახლომხედველობის ჩამოყალიბება. ამიტომ თუ შეინიშნა ექიმის მიერ ბავშვი აი ეს საშიშროება, ასეთ ასაკში 10, 11, 12 წლის ასაკში ყოველწლიური ვიზიტი ექიმთან სასურველია. ხდება ახლომხედვა, აი ბოლო დროს ხდება ესეთი ეკრანების ცუდად მოხმარების გამო ახლომხედველობის ჩამოყალიბება. ნუ საწყის ეტაპებზე შესაძლებელია რომ თავი დავიცვათ. და მე თუ ჩამოყალიბდა უკვე ახლომხედველობა, უნდა ვიზრუნოთ რომ თავი დავიცვათ პროგრესირებაზე, რომ ძალიან არ გაიზარდოს მიოპია. ნუ ესეც თანამედროვე პრობლემა ეკრანებიდან გამომდინარე. რა ხანგრძლივობით შეიძლება ეკრანის მოხმარება? შეზღუდვები როგორ უნდა დაუწესოს მშობელმა? უნდა მოხდეს ეკრანების გონივრული გამოყენება. ეხლა უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე ეპოქაში ეკრანების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით მეტია მოთხოვნა ეკრანებთან სწავლის მიზნით, ინფორმაციის მიღების მიზნით, კიდაც მოზრდილები ეხლა ეკრანების გარეშე ვეღარ ცხოვრობთ. ამიტომ სიმართლე ვთქვათ, რომ ვერ ავკრძალავთ, უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მათი სწორად მოხმარება და თავის დაცვა მათი მავნე ზემოქმედებისგან.
ასეთი ხუთი მარტივი ბოლო დროს ჩამოყალიბდა ასეთი ნოზოლოგიაც მხედველობით კომპიუტერული სინდრომი, იგივე მხედველობით ციფრული სინდრომი. რაც აი მისი სიმპტომები რა არის? თვალების წვა, გაღიზიანება, მხედველობის დაბინდვა, ხშირად აი ბავშვებში არის ხოლმე თვალბუდის ტკივილი, თავის ტკივილი, მოზრდილებში შრომის უნარის დაქვეითება, ბავშვებში შესწავლის უნარის დაქვეითება, ზოგჯერ ბავშვი კითხვასაც კი შეიწუგლებს ხოლმე. ეს ყველაფერი არის მხედველობით ციფრული სინდრომი. და უნდა ვისწავლოთ ეკრანების სწორი მოხმარება. ესეთ შემოღებულია ძალიან ხუთი ძალიან მარტივი წესი, რომლის დაცვითაც ვიზრუნებთ ჩვენს მხედველობით ჯანმრთელობაზე. პირველი წესი ეს არის დრო, ეკრანებთან გატარებული დროის კონტროლი. ზოგადად 3 წლამდე არ უნდა მივცეთ ბავშვს ტელეფონი, აკრძალული ეკრანების მოხმარება. 3-დან 6 წლამდე დღეში 3-ჯერ მცირე დროით, 15 ან 20 წუთიანი დროით შეგვიძლია მოიხმაროს ბავშვმა ეკრანი. მოზარდებში, რა თქმა უნდა, მოიხმარენ ტელეფონებს, მაგრამ ჩვენ მშობლებმა უნდა ვაკონტროლოთ დრო. ან თვითონაც ცნობიერების ამაღლებით უნდა იცოდნენ, რომ პერიოდული შესვენებები გააკეთოს. ყოველ 20 წუთში ადგეს ბავშვი, გაიხედოს სივრცეში, კარგი იქნება თუ გააკეთებს რაღაც მარტივ ფიზიკურ ვარჯიშს, წაადგება მის ხერხემალსაც და ეს დროს თვალის ვარჯიშს კიდე. თვალის ვარჯიში და ზოგადად 20 წუთში ერთხელ შეისვენოს ეკრანებიდან. მეორე მარტივი წესი ეს არის მანძილის დაცვა თვალსა და ეკრანს შორის. ზოგადად აი ციფრული ტექნიკის მავნებლობა, აი ამ მანძილის მიხედვით ასეთნაირადაც დაყვეს. ყველაზე მავნეა სმარტ საათი, შემდეგ სმარტფონი ანუ ტელეფონი, შემდეგ გაჯეტი, შემდეგ კომპიუტერი და ბოლოს ტელევიზორი. მოგეხსენებათ დღეს ახლა ტელევიზორით ბავშვები ნაკლებად არიან დაინტერესებულები, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ჩავუნაცვლოთ გარკვეული რაღაც ინფორმაცია ტელევიზორიდანაც შეიძლება მიიღოს ბავშვმა. და ის ყველაფერი, რაც შეიძლება ტელეფონში გქონდეს, აბსოლუტურად ხელმისაწვდომია ტელევიზორში. ან თუნდაც ტელეფონის მაგივრად კომპიუტერის ეკრანი გამოიყენოს და იყოს ცოტა მოშორებული ამ ეკრანიდან. ტელეფონსა და თვალს შორის მანძილი 40 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. ასევე უნდა ვაკონტროლოთ ბავშვის პოზა, ჯდომითი პოზა. ბავშვი უნდა იყოს ხერხემალში გასწორებული, თავი აწეული ზემოთ და ეკრანი სასურველია ზუსტად სახის პირდაპირ იყოს მოთავსებული. მესამე მარტივი წესი. ვაკონტროლოთ განათება. როგორც თვითონ ეკრანის სიკაშკაში, ასევე ოთახის განათება. ძალიან მავნეა ეკრანების გამოყენება ბნელ ოთახში. განსაკუთრებით ტელეფონი ძილის წინ ჩამქრალ ჩაბნელებულ ოთახში. ტელეფონის დიდი დროით ძილის წინ გამოყენება მარტო მხედველობით ორგანოს არ აზიანებს, აზიანებს ნერვულ სისტემას, იწვევს უძილობას, თავისთვის ახსნებას, ძალიან ხშირად ჰორმონალურ დარღვევებს, სამწუხაროდ. ანუ განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. განათებასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. მეოთხე მარტივი წესი. ეკრანებთან უნდა გამოვიყენოთ დამცავი სათვალე. ცნობილია, რომ დღევანდელ ციფრულ ეკრანებს აქვს მავნე ლურჯი სხივი, რომლის ხანგრძლივი ზემოქმედება ხშირად ბადურის დაზიანებასაც იწვევს. ამიტომ არსებობს დღესდღეობით სპეციალური ლურჯი სხივის მბლოკავი მინები, რომელიც დაგვიცავს ეკრანების მავნე სხივისგან, ასევე ოთახში თეთრი განათების მავნე ზემოქმედებისგანაც. ასეთი მინები არის როგორც ნულოვანი, ასევე ნებისმიერი დიოდი. ანუ ბავშვებთანაც შეიძლება ასეთი სათვალე დავამზადოთ და თუნდაც ტელევიზორთან თუ არა, იმიტომ რომ ბევრად უსაფრთხოა აი კომპიუტერთან და იმასთან, ტელეფონთან, მარტივი და უსაფრთხო დაცვა სმარტფონთან. აი ეს და მარტივი მეხუთე წესი. უნდა მივაჩვიოთ ბავშვი ეგრეთ წოდებული 3-20-ის ვარჯიშს. ეს რას ნიშნავს? ყოველ 20 წუთში მოშორდეს ბავშვი ეკრანს და გაიხედოს 20 ფუტის, ანუ 6 მეტრის სიშორეზე 20 წამის განმავლობაში. ესეც საკმაოდ მარტივი წესია, უბრალოდ აი მიჩვევა უნდა და გამომუშავება ამის. ეს მარტო ბავშვებს კი არა, მე მგონი დიდებსაც მშვენივრად გამოადგება. რა თქმა უნდა და უნდა ვაღიაროთ, რომ ახლა ეკრანების მოხმარებას ვერ ავკრძალავთ. ისევ და ისევ
მივეჩვიოთ მათ სწორად მოხმარებას და ვისწავლოთ დაცვა მათი მავნე ზემოქმედებისგან. რამდენად ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ თანდაყოლილი მხედველობის პრობლემით ბავშვს, რომელსაც გონია, რომ ეს ჩვეული მხედველობა მისთვის და ვერც იაზრებს, რომ მას რაიმე პრობლემა აქვს, ყოფილა, რომ აი ბავშვი ჩაკეტილა, მისი არ შეუძლია იმეც ადინოს ან რაღაცა კითხვა უჭირს სკოლაში მისვლის დროს რაღაც და თუ ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომ გონიათ განვითარების ჩამორჩენა, უვითარდება ასეთ ბავშვებს, როგორც ვიცი, უფრო სმენითი აღქმა და ბევრად კარგი მუსიკოსები და ენების მხრივ უფრო ძლიერები არიან. აი რამდენად ხშირია ეს შემთხვევა, ან თუ გქონია ესეთი პრაქტიკა და რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში მშობელმა და თუ დაუშვათ ასეთი ბავშვი დაყავთ ფსიქოლოგთან და მუშაობენ განვითარების ჩამორჩენაზე და 1000 პათოლოგიებზე, უნდა გაითვალისწინოს თუ არა იმ ქცევითმა თერაპევტმა, რომ კონსულტაცია მისცეს ოფთალმოლოგთან ან ენდოკრინოლოგთან, ან ხშირად რატომღაც აი ამისგან ან თავს იკავებენ, ან არიციან და პირდაპირ აქცენტი მაინც თავისი მიმართულებით აქვს. რა თქმა უნდა, ხო, ასეთი შემთხვევები ხშირი არ არის საბედნიეროდ, ცოტაა, მაგრამ აი განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენი მხრიდან, მშობლის მხრიდან, პედიატრის მხრიდან, ასევე ფსიქოთერაპევტი თუ ყავს მის მხრიდან. ზოგადად ახლა ბავშვის როცა პრობლემა აქვს, ხო, ყველა სპეციალისტმა უნდა ნახოს. გამორიცხვის მეთოდით, რა თქმა უნდა, ოფთალმოლოგი იქნება, ყელყურცხურის სპეციალისტი იქნება, პედიატრი იქნება, ყველამ უნდა ნახოს. თვითონ ბავშვი, აი როგორი სათუთი არსებაა, ის იბადება, სამყარო მისთვის არის უცხო. მას თავისი მხედველობა გონია ნორმა და თუ შეამჩნია, რომ რაღაცა განსხვავებული აქვს, შეიძლება ჩაიკეტოს, დამალოს, არ თქვას. ამიტომ მეტი ყურადღება მასწავლებლის, პედაგოგის და მშობლის მხრიდან და კიდევ ვიმეორებ, აი მშობელს არ უნდა კონდეს ეს კომპლექსი, რომ აი ჩემ შვილს სათვალე არ დაჭირეს, ბევრი მარტო იმის გამო, რომ სათვალე არ გაუკეთოს, პრობლემას ემალება, ბავშვი ექიმთან მიყავს, არ მიყავს, ან მიყავს და არ ითვალისწინებს მის დარიგებებს. აქ ხო ლაპარაკია ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, მის ჯანმრთელობაზე, რაც ბავშვისთვის საუკეთესოა, ის უნდა გავაკეთოთ. სამწუხაროდ ბევრ აი ისეთ დაავადებებში მშობლის როლი ძალიან დიდია. ხშირად თვითონ მშობელი იკეტება და რატომღაც არ აღიარების მომენტები აქვს, რაც ძალიან დიდ ზიანს აყენებს ბავშვის მდგომარეობას შემდგომში, იმიტომ რომ დღეს უკვე იმდენი საშუალებაა და იმდენი შესაძლებლობები, რომ თავარია დროული აღმოჩენა, პრევენცია, მკურნალობა და დროული ჩარევა იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეთ. რა თქმა უნდა, დღეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს ბავშვის გასინჯვა და ბავშვის რეფრაქციის სწორად დადგენა. არანაირ არის კომპიუტერული აპარატურა, რეფრაქტომეტრები, რომელიც დიდი სიზუსტით ზომავენ. არანაირ საეჭვო არ არის, ხშირად არის დაუსვავ დიაგნოზს, ხო, მშობელს არ მოსწონს ეს დიაგნოზი, ეჭვში აქ იქნება ეს არ არის, იქნება ის არ არის. საერთოდ ზუსტი დიაგნოსტირება ხდება დღესდღეობით, აი ამ კარგი აპარატურის წყალობით, რა თქმა უნდა, ექიმის ოპერაციული ჩარევა რომელი ასაკიდან არის მიზანშეწონილი? 18 წლამდე არ არის მიზანშეწონილი, ეს რა მდგომარეობაც არ უნდა იყოს მანკის გასწორებაზე. ნუ არის განსხვავებული შემთხვევები, როცა ერთი თვალშია ძალიან განსხვავებული რეფრაქცია და ის ხელს უშლის მეორე თვალის განვითარებას. იშვიათი შემთხვევები არის, მე წდება ექიმთა ჯგუფის მიერ გაკეთდეს თუ არ გაკეთდეს, ზოგადად არ არის სასურველი 18 წლამდე. იმიტომ რომ თვალი ჯერ კიდე არ არის ჩამოყალიბებული, ბოლომდე გაზრდილი ზომაში, ასე ვთქვათ, ანატომიურად სრულყოფილი ჯერჯერობით არ არის. ნუ ყველაფერი შესაძლებელია დღესდღეობით. არ უნდა ჩავარდეს მშობელი არც პანიკაში და არც და კიდევ ერთი ასეთი კითხვა, რომ ანუ ამას თავიდან ვერ ავიცილებთ ჩვენ ამ ეკრან დამოკიდებულებას, მით უმეტეს რაც მეტი ვითარდება სამყარო, მით უფრო უარესი ხდება ეს მსოფლიო პრობლემაა და 21 საუკუნის პრობლემა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია პრევენციის საშუალებით თავიდან ავიცილოთ პრობლემები, გარდა იმ სათვალის, გარდა იმ ვარჯიშის, გარდა იმის, რომ დაუშვათ 20 წუთის
მე მოვწყვიტოთ თვალი და სადღაც სივრცეში 6 მეტრზე გავიხედოთ 20 წამის განმავლობაში. რა მეთოდი, აი თუ არის რამე ისეთი დამცავი საშუალებები, რამე წვეთები, ტაბლეტები, ვიტამინები, აი რა შეიძლება გააკეთოს დაცვა თვალის მშობელმა, აი რითი შეიძლება კიდე დამატებით დაიცვას. ჩამოთვლითაგან ასე ვთქვათ, სწორი პოზიცია ეკრანთან დაშორება, განათების კონტროლი, შესვენება, მოკლე დრო დაყოფა იმ დროის მოკლე მონაკვეთებად, დამცავი სათვალე. ამის გარდა, არის ესეთი ანტიოქსიდანტური წვეთები, რომელიც არანაირ მავნებლობას მავნე ზემოქმედება არ აქვს თვალზე და მოხდება მისი კვება და დაცვა. დანარჩენი ვიტამინები ახლა ბავშვი თუ საჭიროებს არასრულყოფილი არ აქვს და ბალანსირებული არ არის კვება, შეიძლება ვიტამინებით შევსება, მაგრამ და როგორც დამცავი საშუალება ასე არ ვიყნებთ. ბავშვი თუ ჯანმრთელია, კარგად იკვებება და კიდევ აღსანიშნავია, რადგან ბავშვებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, რომ ბავშვმა დღეში 2 საათი მაინც სუფთა ჰაერზე გაატაროს, აი დამეთანხმებით, რომ თითქმის აღარ არიან ბავშვები არიან, არა და ამდენი ვთქვათ ვიტამინის მიცემას, ამდენ სხვა საშუალებებს ყველაზე ჯანსაღი არის დღეში, როგორი ამინდიც არ უნდა იყოს. ჩვენ ბავშვობაში გვეხვეწებოდნენ სახში შესვლაზე და ეხლა ვეხვეწებით ბავშვი გარეთ გავიდეს და თვითონ მშობლებიც ხელს უწყობენ, რომ ბავშვი ჩაკეტილ მდგომარეობაში იყოს. ძალიან მე გონიათ, რომ სახში როცა უფრო უსაფრთხოდ არის გარეთ მეტი საფრთხე აქვს და ასე, მაგრამ როგორღაც ამასაც უნდა მივეჩვიოთ, რომ ბავშვი 2 საათი მაინც გარეთ იყოს. რამდენად სასარგებლოა ცრემლი თვალებისთვის? რომელიც ცრემლს გულის. ზოგადად ბუნებრივ ცრემლს, ანუ დატენიანება უფრო უკეთესია. დაუშვათ ხშირად არის ხოლმე რომ ბავშვი როტირის არ უნდა ატირო, მაგრამ აი ეს მითი იყო, მითია თუ რეალობა? ზოგადად ეხა უნდა გაიმიჯნოს ის ცრემლი, რომელიც ტირილის დროს და ემოციების დროს გამოდის, ეს სხვა ცრემლი, ეს მარტო ემოციების დროს გამოიყოფა. ყველას გონია რომ აი ეს ცრემლის ნაკლებობა რომ აქვთ და ხელოვნურ ცრემლს იწვეთებენ, ის არის ის ცრემლი, რომელიც ემოციის დროს გამოიყოფა, ასე არ არის. ეს როგორც ტირილის დროს გამოიყოფა ეს ცრემლი, მხოლოდ მაშინ არანაირ დამატენიანებელ ეფექტს არ გვაძლევს. ის დამცავათაც შეიძლება რაღაც მოხდა და წამოვიდა ცრემლი, თითქოს გამოსარეცხი ფუნქცია აქვს. და ის დამატენიანებელი ცრემლი, სხვა ცრემლი, ეს არის საცრემლე აპკი, რომელიც გადაკრულია თვალის კაკალზე და რომელიც ასევე დამცავ და უამრავ სხვა ფუნქციას ასრულებს. აი ეს ცრემლი სხვა დამატებით საცრემლე ჯირკვლებიდან გამოიყოფა, რომლის პათოლოგიები უფრო ასაკში იწყება. ანუ ბავშვებში ეს პრობლემა არ უნდა გქონდეს. ეხლა ბავშვებში თვალის სიმშრალე ძალიან იშვიათია. ეს სხვა დიაგნოზი არის უკვე ნოზოლოგია. მშრალი თვალის სინდრომი ძალიან გავრცელებულია, მაგრამ უფრო ასაკში კი დღესდღეობით თვლიან, რომ 70 წელს გადაცილებული ქალების 80%-ს აქვს მშრალი თვალი და ზოგადად 60 წლის ზემოთ თითქმის ნახევარს აქვს მშრალი თვალი. ზოგი წუხდება ამით და მიმართავს ექიმს და მკურნალობს, ზოგი შეჩოულია და დიდად ისე რომ ერთი გადაცემა ჩვენ აუცილებლად გვჭირდება უკვე მოზრდილ ასაკში თვალის პათოლოგიებზე და მოვლაზე და მკურნალობაზე და საერთოდ არის ნოზოლოგიები, რომელიც ძალიან მომრავლდა 20-30 წლის წინ თუ იყო ერთეული და ისიც ხანდაზმულ ასაკში, ეს დაავადებები ძალიან გაახალგაზრდა. საერთოდ რასაც ვუყურებ, მედიცინა ასო ახლიდან არის გადასაწერი, იმდენად შეიცვალა 21 საუკუნეში. იქნება, ვიიმედებთ თავს, რომ ეს დაავადებების დიაგნოსტირება ამდენი იმიტოა, რომ დიაგნოსტირების საშუალება მოიმატა, მაგრამ ასეც არ არის, ხო ის პაციენტი შენ გაკითხავდა, შეიძლება დიაგნოზი მაღალ დონეზე ვერ დაგვესვა, მაგრამ პრობლემა ხო ჰქონდა, ამდენი არ იყო, ამდენი დაავადებული. ეხლა ძალიან გავშერდა.
და არა მარტო თვალის მიმართულებით, არამედ ზოგადად დაავადებები ძალიან გახშირდა და სამწუხაროდ არ ვიცი ეს კვლევებმა ზოგი ამბობს კვლევების შედეგად კვების ბრალი იმ არასწორი არაჯანსაღი კვებით საკვებისგან ჰაერი და უამრავი მიზეზი არსებობს და ბოლოს მივდივართ იქამდე რომ ბუნებას არ ვუფრთხილდებით სასტიკად დავაბინძურეთ ბუნება და ბუნებაც ისეთია რომ თავის სამაგიეროს გვიხდის და ამიტომ მე მიხარია რომ ახალი აი თანამედროვე თაობა მოდის ისეთი რომელიც ბევრად უფრო გაცნობიერებულია ბუნებასთან მიმართებაში კარგია რომ სკოლებში ასწავლიან ამ მიმართულების საგნათაც არის და განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ და ვნახოთ რა იქნება ყოველ შემთხვევაში ლარიკო ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ იყავი ჩემი გადაცემის სტუმარი საკმაოდ საინტერესო თემას შევეხეთ და აქტუალურს და აუცილებელს იმიტომ რომ არის რაღაც ისეთი დეტალები რომელიც შეიძლება არ წაიკითხო არ მოусმინო არ იცოდე და აი ამ გადაცემით გვაქვს იმის საშუალება რომ მშობლებამდე მივიტანოთ ყველა ის წვრილმანი ინფორმაცია რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდი. ერთი გადაცემა აუცილებლად გვჭირდება უკვე მოზრდილი ასაკის და ისეთი ავარჩიოთ რომელიმე ნოსოლოგია და ჩვენ უფროს თაობასაც მივაწოდოთ ძალიან კარგი ინფორმაცია, იმიტომ რომ თვალები არის ყველაზე მთავარი ორგანო, რომლითაც აღვიქვამთ სამყაროს, შევიგრძნობთ და სწორედ ის აღქმა და ის შეგრძნება არის ყველა ის დანარჩენი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ისე რომ ძალიან მოსაფრთხილებელი ორგანოა, თუმცა ყველაზე მეტად ჩვენ ამ ორგანოს არ ვუფრთხილდებით, აი ზუსტად იმ დამოკიდებულების, რასაც ქვია არასწორი გამოყენება ეკრანის, არასწორ პოზაში გამოყენება და სინათლის დამოკიდებულება და სინათლის არასწორად მოხმარება და სხვათა შორის აქვე ერთ კითხვასაც დაგისვავ სკოლებში სტანდარტულად საკლასო ოთახში რომელი მხრიდან არის სასურველი რომ სინათლის სხივი ეცემოდეს. კი, ასე ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე რომ მარჯვენა ხელით წერს, ამიტომ სინათლე მარცხენა მხრიდან უნდა ეცემოდეს წიგნს და რვეულს. ძველი მეთოდია და ძველად მიღებული. ძველად და დღეს თუ არის არაფერი ცვლილება არ არის, ზოგადად მოგეხსენებათ შენობებში ისეთი განათება, ხელოვნური განათება შემოვიდა, რომ განათების პრობლემა ნამდვილად არ აქვს. აი ეს ხელოვნური განათება ხო არ მოქმედებს მხედველობაზე. ითვლება, რომ თეთრ შუქს რაღაცა მავნებლობა მაინც აქვს. აი ეს LED ნათურები რო შემოვიდა და უნდა ცოდნა უნდა და არჩევა უნდა ნამდვილად და ალბათ ბავშვთა დაწესებულებებშიც უნდა სპეციალურად შეირჩეს ეს განათება. კარგი, ლარიკო, ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივი გადაცემისთვის, არაჩვეულებრივი ინფორმაციისთვის. მე კიდე შეგახსენებთ, რომ ეს იყო გადაცემა ნეომედი ეკასუხიშვილთან ერთად. ჩვენი სტუმარი იყო ოფთალმოლოგი ლალი ჩიტაშვილი. გვიყურეთ ყოველ შაბათს საღამოს 7 საათზე. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.